მოკლედ ორი ჭია, დედა ჭია და შვილი ჭია შედან ნეხში. ეს შვილი ჭია ზემოთ იყურება რა ესე აიხედავს და დედას ეუბნება რომ დედაო რატო ხდებაო ისაო რა ზოგიერთი ჭიაო ბალში ცხოვრობსო და ზოგიერთი ნეხშიო რა და დედა ჭია პასუხობს რომ შვილო სამშობლოს არ ირჩევენო რა ეგრე ხდება რა ხან შენი სამშობლო არის ნეხვი ხან არის ბალი და ხან არის რაც ცეცხლმოკიდებული კუნძი რომელსაც ბრუნდები რა არ ირჩევ და ეგ არის შენი მაგრამ ირჩევ ვის გაუბედურებინო ქვეყანა მომავალი 4 წლის განმავლობაში არ ვიცი ეგ შენ გითხარი თუ არა მაგრამ დამკვირვებლად დავრეგისტრირდი პირველად ცხოვრებაში არზუ საწამომედგინა რომ იქ დავდგებოდი და დავკვირდებოდი ხმებს როგორი თვლიან ჩემი თავი მაგამ პლოში არზუ საწამომედგინა მაგრამ წელს ეგ ნამიჯიც გადავდგე ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად ეგ არის რომ ამ არჩევნებზე არის დამოკიდებული მე ამ ქვეყანაში დავრჩები თუ არა ავი რა ეხლა რა აზრი აქ მატარებლით გადაგასახლებენ ციმბირში თუ შეინებით აიღებ ბილეთს და წახვალ იმიტომ რომ გასაქცევი გახდე ხო და ეს დამკვირვებლობა იქნება ჩემი ერთ-ერთი იმედია არა საბოლოო გაბრძოლება ქვეყნის გადასარჩენად რა და საკუთარი თავის გადასარჩენად. პირადად მაგალითად შვიდად ვიქნები რა. შენ თუ მეწოდინება რომ სადმე უბანზე ხარ, მეწოდინება რომ შენ იმედი მაქვს რა. თან ისეთი ტიპი უნდა იყო რა, მოხერხებული. და იდეაში ერთადერთი გამოსადეგი უნარი რომელიც მაქვს არის სანთებელით ბუდის ბოთლის გახსნა, რომელიც შენ მასწავლე და ამიტომ მართლა მაქვს შენი იმედი. ხო, სხვანაირი არჩევნებია, იმიტომ რომ რავი, რომელ წინა არჩევნებზე ვიყავით ეგრე ფატალურად განწყობილი. ეხა დღეს არ მწერდი ის ვიყიდოთო პოდკასტისთვისო. ისხი რომ გინდა. პოდკასტისთვის უნდა გვიყიდა რაღაც დრაივი, მაგრამ ანუ იმიტომ გჭირდება რომ ეპიზოდები ჩავწეროთ ხოლმე და ეხა ვთქვით რომ მოდი ჯერ არჩევნებმა ჩაიაროს და. ხო. ანუ იმიტომ რომ არ ვიცით არჩევნები, ანუ შემდეგ ეპიზოდს ნოემბერში ჩავწერთ თუ 2035 წელს როცა ნატოს ჯარები გაათავისუფლებს საქართველოს ანუ ქართველი სტენდაპ კომიკოსი საქართველოში ნატოს ჯარების შემოჭრას მანიფესტირებს. ინდიგოს გადაცემაში ამათაც დახურავენ ჩვენც. ანუ რო გითხარი ივნისში წავიდეთ ფესტივალზე მეთქი. ხო, პრიმავერას. ნუ მან რა პასუხი რა შეიძლება იყოს რომ არ ვიცი ასე წინასწარ ვერ დავგეგმავ ან შეიძლება ფული არ მქონდეს და პასუხი იყო რომ შეიძლება ქვეყნიდან იყო წასასვლელი და რაღაც საწყისი ბიუჯეტი მჭირდება და ანუ რა დავაშავეთ რომ რაღაც არ შეიძლება რომ ნორმალური ახალგაზრდების პრობლემები ქონდეს და რა სლოტებში წააგო ეგ ფული ფესტივალის წასასვლელი ან შეიძლება უბრალოდ შემოსავლის წყაროც გამინახავდეს ან გამიმესამეებდეს, იმიტომ რომ ხა ძალიან დიდწილად უკვე დამოკიდებული სტენდაპზე. ჩვენ ხლა 5 წელი კი ვაკეთებდით უფასოდან სტენდაპს აღამოებს, მაგრამ მე-6 წელს ძლივს მოვედით იმ დონეზე, რომ რაღაც ვიღაცები კორპორატიულ ღონისძიებებზე გვეძახიან, არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჩვენთან თანამშრომლობა, ბილეთს რო 20 ლარს ადებ ხალხი ყიდულობს, დარბაზები იუსება. რავი, ჩემი სპეციალი რო გამოუშვით ლიბერალური პროპაგანდა მარტში გადავიღეთ, 4 დარბაზი გაივსო ეგრევე და მე რავი, ანუ ძლივს რაღაცაზე მოვედით და ეხლა რომ ეს ცენზურის კანონები და რაღაცები იქნება, სტენდაპს რამდენად გავაკეთებთ, კიდე არ ვიცი. ამიტომ პრიმავერაზე კი არა, რავი, open air-ზე შეიძლება თინეიჯერობა გავიხსენო და იმ ავტობუსით ავიდე, ხო და გარეთ დავლიოთ არაყი რა და იმ სტენდაპზე კიდე ხალხი არ მოვამართლა შე რო იტყვი ხოლმე რომ აეროპორტის საჭმელზე რო ხუმრობენ კომიკოსები, მაგის მოსმენა არ გვინდა რა ვიცი ხო. ხო, რა ვშავდი. ტურისტები რა დავყავს ხოლმე, რაღაცა გუდაურის პანორამა ხო უნდა აუხსნა, რომ ტიპს თელი ტურის განმავლობაში, რაღაც 2 კვირის განმავლობაში უყვები როგორ არის რუსეთი მტერი და რა ხდება, ანუ დღეს ეს კანონი ყველა მიცის სხვა შორის აი ევროპელი რო ჩამოდის, ყველა გეკითხება, იმიტომ რომ ადევნებენ რა თვალს. და მე ძალიან ძნელია აუხსნა, რომ ეუბნები, რომ მთავრობა არის პრორუსული და მე ხედავს ყველგან 41-ს და არის ევროკავშირის, ნუ ისინი ვარსკვლავები. და მეთქი რავი ფერში დაემთხო და მაგიტო აიღეს ვერ აუხსნი რა ეგრე. ხოდა მე უნდა უხსნა, რომ რა ამათი ფარისეულობა როგორ მუშაობს. ხოდა ამ გუდაურის პანორამაზე რო აჩერებ რა არის?
და ეუბნები რომ არის საქართველოს რუსეთის მეგობრობის მემორიალი და შენ დებილი ხო არ ხარ ხო გეტყვის არა მე უნდა დადგე და აუხსნა რომ სიმბოლიზმი ყოველთვის ძალიან მარტივია ხოლმე რა უმარტივესი კარგი და ცუდი შავი და თეთრი და რატო ეხა საბჭოთა კავშირში რატო იყო ეგეთი მარტივი სიმბოლიზმი იმიტომ რომ რთული სიმბოლიზმი თუ იქნებოდა ხალხი ფიქრს დაიწყებდა და მე ფიქრს თუ დაიწყებდა მე კითხვებს დაგისვამდა რა ანუ რა შეიძლება მარტივი უნდა ყოფილიყო და აი ეხლაც ის ბანერები უკრაინა აქეთ დაანგრეული ტაძარი და აქეთ გაბწყინებული ბიძინას აშენებული ის კი არა გელათი კი არა არავინ ნიკორწმინდა კი არა ან სვეტი ცხოველი კი არა სამება იმიტომ რომ ბიძინი მააშენა რა მოლოდინი არ მაქვს რომ აი მაგალითად 60-იან წლებში რო იყო ლენი ბრუსი რო პოლიციას სცენაზე უვარდებოდა და მოათრევდნენ და მე ერთი კვირა ციხეში ახეხინებდნენ მე ჯარიმას გადახიდა გამოვიდოდა და ეგრე რო 10 ჯერ აქ მოხდილი სასჯელი ციხეში მე უფრო მგონია რომ აი მენტალურად გაგაწამებენ იმდენად რომ სურვილი აღარ გექნება სტენდაპის გაკეთების რომ იქნება აი ეს მოცვეთა ადამიანების მოთმინების რაღაცნაირად რა რომ აი ამათ დედაცვად წავალ რა აღარ მინდა ნიუ-იორკში ხეხავ იმას და კვირაში ერთხელ 3 წუთს მომცემენ open mic-ის კლუბში სადღაც სამრეცხაოში და იქ გავახარებ ჩემ პატარა ჭიას რა რაღაც ახალგაზრდული ბავშვური სიბრაზეც მგონია მაგაში რომ აი წავალ არ წავიდე ახალგაზრდული სიბრაზის და ალბათ მოზრდილობის გადაღლის მიქსი არის რა აღარ შემიძლიათ არის კი ხო იმიტომ რომ თუ წავედი არ მინდა ისეთი მომსპარე ვიყო რომ სხვა გარემოში ვეღარ გავაგზავნო ფუნქციური არსებობა აკავრობამ რომ ისე მომსპოს რა ნიკოს არ ქონდა ეს ხუმრობა საქართველოს ცხოვრება ის არის რაც ერთი აქციიდან მეორე აქციამდე ხდებაო რა მაგათ შორის ცხოვრობთ რეალურად ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლა იმიტომ რომ ეგ განწყობა ქონდა რომ თუ ეხა არ წავედით, ეხა არ მივეცით ხმა მორჩა. ეგეთი განწყობებით მე არასდროს არ მივდიოდ. მე ყოველთვის მივდივარ არჩევნებზე, რომ ერთი ცუდი მთავრობა, მეორე შედარებით ნაკლები ცუდი მთავრობით შევცვალო. ან იმდენი ხნით მაინც რომ უფრო ნაკლები გააფუჭოს. 12 წელი რომ მთავრობა ყავს, რა დემოკრატია გაქვს. წარმოაი სულ რო დავით აღმაშენებლა კი არა დემოკრატია იყო. რავი ვინც გინდა რა, აი სულ რო ფერიები ყავდეს იმაში. 12 წელი არა აქვს მნიშვნელობა ვის მმართველობა დიქტატურა არის და ავტორიტარიზმია და თან 12-4 მივუმატოთ 16 წელი უნდა 16 წელი ბიძინა ну პატარა რა ვიქნებოდი 8-9 წლის რა და მივდიოდით მე ბებია და დედაჩემი თელავში სანამ გავიდა და ხო იცი რომ შევსებას უნდა დაელოდო და მე ვიჯექი ფანჯარასთან ტიპი მოვიდა რა რაღაც ტიპი მოვიდა დამიჯდა გვერდით რაღაც გამომელაპარაკა რა და თან ახლა უცხო კაცი იყო და არ მინდოდა ლაპარაკის მივიწია რა ფანჯარასთან და თურმე რა უქნია რომ მე არ შემჩნევ იმიტომ რომ ძალიან მოვერიდე უსიამოვნო ტიპი იყო და მე როგორც მოყვნენ თავისი ქურთუკი გადააფარა დედაჩემის შანთას ამოიღო საფულე და წავიდა ამ საფულე მოიპარა რა დაუნახავს ბებია ჩემს რომ რას აკეთებო და გამოართვა რა ეს საფულე წაართვა ამ ქურთს და წავიდა და დაბრუნდა ანუ დაიბრუნა დედაჩემი საფულე და წავიდა და ეხლა რატო ყვები ამ ისტორიას აი ამ ტიპმა საფულეების ციფრა ჩვენთან ერთად იმგზავრა რა გამყვა მაგმაშტოს გამოვა ისე ანუ ჩვენს უკან იჯდა და მეთქი ეს ნორმალური რანაირად არის ყობახიძე რატომ უნდა ავიტანოთ კიდე ერთხელ რა ევროპაში ხომ მივდივართ ჩვენთან ერთად რატომ მგზავრობ აი პირველი გაოგნება და დღემდე იგივე მაქვს რა რომ არ უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად ჩვენ სივრცეში ჩვენთან ერთად სადღაც აღარ უნდა მოდიოდნენ რა